სადაზღვო კომპანიების ნაწილს აზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნების დაკმაყოფილება უჭირს. ამის შესახებ დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნაში აღნიშნული სექტორის წარმომადგენლებიც ამახვილებენ ყურადღებას, რატომ ექმნებათ მზღვეველებს საზედამხედველო კაპიტალის შევსების პრობლემა და როგორ აკონტროლებს პროცესს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. დეტალებით ქრისტინე გამთენაძე გვერდება ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში. მაიკო მოგესალმები. სადაზღვევო კომპანიების ნაწილი საზედამხედველო მოთხოვნების დაკმაყოფილების კუთხით გარკვეული პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგას. როგორც ცნობილია, მზღვეველებს აქვთ ვალდებულება გაასაჯაროონ წლიური ანგარიშგებები, რომლებშიც მათ ფინანსურ მდგომარეობაზეა დეტალური ინფორმაცია მოცემული. ამ მხრივ ბაზარზე არსებული 19 კომპანიიდან უმრავლესობას ჯანსაღი მაჩვენებლები აქვს, თუმცა 4 მათგანზე აუდიტორებს პირობითი მოსაზრება აქვთ გამოთქმული. პირობითი მოსაზრების საფუძველი კი რამდენიმეა, მათ შორის აქტივების არასწორი ღირებულებით აღრიცხვა, შეცდომების შემოსავლის აღიარებასა და დანახარჯების კლასიფიკაციის წესის დარღვევა და ასევე სხვა მიზეზები. როგორც სადაზღვევო კომპანიების ასოციაციაში ამბობენ, პერიოდულად ფიქსირდება, რომ კომპანიების ნაწილი მარეგულირებლის საზედამხედველო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, თუმცა ეს მომხმარებლებს არ აზარალებს. ზედამხედველს კი აქვს ყველანაირი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ კომპანიების ფინანსური მაჩვენებლები გააკონტროლოს. აბსოლუტურად ინდივიდუალურია ახლა ვის რატომ აქვს და რა ტიპის პრობლემა, აი ეს ცალკეთება. მე არ ვამბობ, რომ ეს არის რაღაცა დამანგრეველი და შეიძლება ლეტალური შედეგი დადგეს, მაგრამ არის რიგი შემთხვევები, რომელიც ალბათ კითხვის ნიშნებს ბადებს და მეტ ჩარევებს უნდა გულისხმობდეს ჩვენი აზრით. შიდა მოთხოვნებში ზედამხედველი სწორედ და პრევენციულად ლარში და უცხოურ ვალუტაში ამ კაპიტალის განთავსების წესებსაც, ასე ვთქვათ, გენერირებს, რათა დავიცვათ ჩვენი ლარი და თან არ მოხდეს იმგვარად, რომ ვალუტის გაუფასურებამ გამოიწვიოს კაპიტალის ქვევით ჩასვლა, რომელიც რიგ შემთხვევებში საზღვაო კომპანიებს ჰქონდათ. მერყევია კურსი, ამიტომ ასეთ შემთხვევებსაც ჭირდება გარკვეული, ესე ვთქვათ, გათვალისწინება. აი ერთ-ერთი მიზეზი ჩვენ უკვე დავასახელებთ. ზედამხედველობას აქვს ყველა ინსტრუმენტი, რომ ემის მონიტორინგი გააკეთოს, მოითხოვოს სწრაფი გასწორება და თუ არა სანქციებიც და ასე შემდეგ. ეს ხდება პერიოდულად, სხვადასხვა მიზეზი არის, რატო, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის რაღაც სცენი, რომელიც ინდუსტრიას ჭირს. ეს უდავოდ ესეა. ფაქტი არის, რომ ხდება, სწორდება, მომხმარებელი არ ზიანდება. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ, რომ სადაზღვევო კომპანიების საზედამხედველო კაპიტალი შესაბამისი მოთხოვნებით განისაზღვრება და მკაცრ მონიტორინგს ექვემდებარება. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ კი მზღვეველები საზედამხედველო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ, გათვალისწინებულია როგორც გაფრთხილება, ასევე სანქციებიც. ზედამხედველობის სამსახურში ამბობენ იმასაც, რომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც კომპანიები 50,000 ლარითაც დაუჯარიმებიათ. კომპანიებს ზოგჯერ აქვთ მიახლოება დაბალ ზღვარებთან საზედამხედველო კაპიტალის, ზოგს ძალიან მაღალი აქვს, ყველას თავისებური დონე აქვს. თუ რაღაცა მცირე გადახდა ხდება, ასეთ შემთხვევაში შესაბამისი ადეკვატური ზომები არის მიღებული. ეს შეიძლება გაფრთხილება იყოს და ვადის მიცემა გამოსწორების მოკლევადიანი, საშუალოვადიანი, ასევე დაჯარიმება საკმაოდ სერიოზული 50,000 ლარამდე ჯარიმებიც გაცემულა. და ასე რომ ამ ხრივ ამ ეტაპზე არც ერთ კომპანიას საზედამხედველო კაპიტალთან პრობლემები არ აქვს. და ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი სამსახური საკმაოდ მკაცრად აკონტროლებს როგორც საზედამხედველო კაპიტალის, ისე სხვა მოთხოვნებს. აქვე გეტყვით, რომ სადაზღვევო კომპანიების საზედამხედველო კაპიტალი რამდენიმე წლის წინ 4,200,000 ლარიდან 7,200,000 ლარამდე გაიზარდა. ამასთან შეგახსენებთ იმასაც, რომ 2025 წლის მდგომარეობით ბაზარზე რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას. ძალიან დიდი მადლობა ქრისტინე გამთენაძე საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის ეთერში.